გამარჯობა, მე ვარ თეონა ამაღლობელი და ეს მიერაკის პოდკასტია, ანუ ჩვენი პოდკასტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია არაფორმალური განათლების ინსტიტუტი მიერაკი, სივრცე შენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. ხოლო ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია ყვავილების მაღაზია Sunflowers-ი. Sunflowers-ი არის ადგილი, რომელსაც პირადად მე წლებია ვირჩევ და ვენდობი. ყვავილების შეკვეთა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ. მისამართი კი მიცკევიჩის 15 ნომერია. დეტალებს უკვე აღწერილობაში მივუთითებ. დღეს ვისაუბრებთ სიყვარულზე, ოჯახზე, ბედზე და იმ უხილავ ძაბზე, რომელიც წარსულთან და ოჯახთან გვაკავშირებს. სწორედ ამიტომ ჩვენ დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია მოგშა ფეიქარი. მოგშა, გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი. მე დღეს მინდა გავარკვიო, რა გავლენას ახდენს წარსული და ჩვენი წინაპრები ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებებს და პარტნიორულ ურთიერთობებზე. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი თემა არის. რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გიდან გამომდინარე, ჩემს პირად ცხოვრებაში თუ რაღაცა თემები, ჩემი წარმომავლობითი ოჯახიდან მომყვება და არ მაქვს დამუშავებული, ეს გადადის ჩემს აწმყო ცხოვრებაში, აწმყო ოჯახზეც და ამის გაცნობიერება და ამის მიზეზი ძალიან კარგი იქნებოდა ამის დამუშავება, რომ ესეთი თემა არ იყოს, რომ იყო უფრო თავისუფალი და უფრო დენადობა იყოს ჩემს ცხოვრებაში. რა გავლენებს ახდენს, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, იმდენ გავლენას ახდენს, რამდენადაც მე არ მაქვს ეს დამუშავებული და ეს სულ მომყვება. ძალიან ხშირად არის, რომ გადმოტანილი არის ოჯახიდან გამ პირობებები, კონდიციები, გადარჩენის სტრატეგიები და პარტნიორულ ურთიერთობაში მე ზუსტად ასეთი ხედვით მივდივართ და ეს ჩვენთვის ტვირთი არის. შეიძლება ამას ვერც ვაცნობიერებდეთ და უფრო ჩიხში ვიყოთ ამის გამო, როდესაც ამის გაცნობიერებას ვიწყებთ, ნელ-ნელა ხვდებით ამ ბმებს და მე ნელ-ნელა ხვდებით თუ რამხელა სამუშაოა საკუთარ თავზე ჩასატარებელი, რომ ამ ტვირთისგან, ამ ლოიალობისგან, ამ პატერნებისგან გავთავისუფლდებ, დისტანცირდე და ნამდვილად დავიწყო ჩემი ცხოვრება. კარგი. სულ თავიდან რო დავიწყოთ, როგორ ხედავს სისტემური განლაგება ოჯახს? ცოცხალ, მოქმედველს თუ წარსულს? ხო, რა თქმა უნდა, წარსულში ხდებოდა წარმომავლობითი ოჯახია, სისტემურ განლაგებაში ისე რომ წარმომავლობითი ოჯახია და აწმყოს ოჯახია და რა თქმა უნდა, მოვლენები წარსულში ხდებოდა, თუმცა ეს ჩემზე გავლენას ახდენს აწმყოში და აქედან გამომდინარე მე შემიძლია ამ წარსულის გადაპროგრამირება. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარსულს შევცვლი, მე მასთან დამოკიდებულება შემეცვლება, ამიტომ ძირითადად მე რაც წარსულიდან წამოვიღე, არის ჩემი მაშინდელი სტრატეგიები თუ როგორ გამეკეთებინა ადაპტაცია სიტუაციაზე. და ეს დღეს აღარ მესაჭიროება. და ამის გაცნობიერება, რომ დღეს ეს სტრატეგიები აღარ მესაჭიროება, არის უკვე პიროვნულ ზრდასთან დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ის წარსული ჩემთვის ასე რომ ვთქვათ, მე აწმყოში ვცხოვრობ და ჩემი შინაგანი სტრუქტურები ცხოვრობენ წარსულის სურათით. აი ამ ხელა გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარსულის სურათებს თავიდან გადავხედო და მოდიფიკაცია გავუკეთოთ, ასე ვთქვათ. რას გულისხმობ გადაპროგრამირებაში? აი მაგალითად, როგორ შემიძლია მე გავაკეთო გადაპროგრამირება? ან როგორ მივხვდე, რომ ის მდგომარეობა, რაც დღეს მაქვს, არის ჩემს წარსულთან დაკავშირებული? ხო, აი მაგალითად მე ადრე შეიძლება ესეთი სურათი მქონდეს, რომ დედა რაღაცაზე გამიბრაზდა და ამიტომ არ შემიძლია ხმის ამოღება და ეს პროგრამა მაქვს, რომ მე პარტნიორთანაც ვერ გამოხატავ ჩემს მოთხოვნილებას, ანუ მსხვერპლის როლი მაქვს გარკვეულწილად, ხო? და როდესაც ვაცნობებ და დისტანციაზე გავდივარ ამ მსხვერპლის როლიდან, ხედავ იმასაც, რასაც იმ მომენტში ბავშვური ხედვით ვერ ხედავდი. იქ ვერ ხედავდი, რომ დედა სტრესი ჰქონდა, სხვა, ასე ვთქვათ, რაღაცეებით იყო დაკავებული, ან იმ მომენტებში შეიძლება მისთვისაც ტვირთი იყო და ნელ-ნელა მსხვერპლის როლიდან რომ გამოდივარ, ემპათიის შესაძლებლობა იბადება. ანუ მე სიტუაციას უფრო ფართო სპექტრით დავინახო. და ეს მათავისუფლებს იმისგან, რომ მე ყოველთვის მეგონა, რომ თქვათ, აი ამ ვიწრო ტუნელური ხედვით მეგონა, რომ დედასთან ურთიერთობა ასეთი იყო და ახლა შეიძლება დავინახო ეს პერსპექტივაც, რომ არა, იქ სხვა რაღაცეებიც ხდებოდა და აქედან გამომდინარე უფრო დისტანციიდან შევხედო საკითხს და დისტანციიდან რომ შევხედავ საკითხს, სულ სხვა გადაპროგრამირებს მაგას ვეძახ, სულ სხვა პერსპექტივიდან დანახული არის ჩემი იგივე წარსული, ხო?
როგორ აისახება, რა დამოკიდებულება მაქვს დედასთან, ჩემს პარტნიორულ ურთიერთობებთან? ანუ როგორ ვირჩევ, თუ მაგალითად დედასთან მაქვს შინაგანი კონფლიქტი, დედამ არასოდეს არ მაღიარა, არ მითხრა აი ჩემს პირად მაგალითს ვიტყვი, მე პირადად დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ანუ თუ გინდა გქონდეს კარგი პარტნიორული ურთიერთობები, მაშინ აუცილებლად უნდა იყო კარგად უნდა ისწავლო, უნდა დაამთავრო უნივერსიტეტი და არასოდეს სხვა რაღაცას არ ამახვილებდა ყურადღებას და მე ვიყავი სულ ამ მტკიცებაში, რომ აი მე საკმარისად კარგი ვისწავლე იმისთვის, რომ შევქმნა პარტნიორული ურთიერთობები, მაგრამ აი როგორ მივხვდე იმას, რომ დედასთან არის ეს ყველაფერი კონფლიქტი და როგორ ვაგებ პირად პარტნიორულ ურთიერთობებს? ხო. რა თქმა უნდა, ეს დედის პროგრამა არის, რაც მოდის ხომ მას ესეც წარმოქმნა აქ, იმიტომ რომ შეიძლება ბებიიდან მოდიოდეს და ასე შემდეგ გადმოდის ჩემს. ანუ მე სანამ არ გავთავისუფლდები აი ამ ინტროექტებისგან, რა დედისგან მოდის, ეს არ ნიშნავს, რომ დედისგან ურთიერთობისგან გამთავისუფლდები, არამედ იმ ინტროექტის გამ პირობებებისგან და კონდიციებისგან გათავისუფლება ნიშნავს რეალური ურთიერთობის დაწყებას. აი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი რეალური დამოკიდებულება მქონდეს დედასთან, იმიტომ რომ მანამდე მაქვს სიმბიოზური დამოკიდებულება გადარჩენის თვის გენეტიკაში ესეთი რაღაცა მოცემულობა, რომ დედის გარეშე ვერ გადარჩები, ხო? ამიტომ გენეტიკური ეს არა შენ გადაწყვეტილება ბავშვობაში აღა დედა მჭირდება თუ არ მჭირდება, გადარჩენისთვის ეს პროგრამა დევს უკვე. მაგრამ რო ვიზრდები, ნელ-ნელა ჩემში იბადება ესეთი ალტერნატივა, მე რო გადარჩე, უნდა განვითარდე კიდევაც. ანუ როგორ გავაკეთო ის, რომ განვითარდე და გადავრჩე და დამოუკიდებელი ვიყო, თან დედის ლოიალობაც გქონდეს და მან ყალიბდება ჩემი ეგო კონსტრუქტი. სხვადასხვა ასაკებში, ხო, პერინატალურ ფაზიდან დაწყებული 2 წლამდე, 4 წლამდე, 5 წლამდე, რა ჩემი ფსიქოტიპაჟები ყალიბდება აქ. შენ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ესეთი რაღაცაა, რომ გეუბნებიან, ესეთი უნდა იყოს, ესეთი უნდა იყოს, pushing-ს გიკეთებენ, ხო, თითქოს რა მიმართულებას გაძლევ. ანუ შენთვის რაღაცნაირად სხეულშიც ჩაბეჭდილი ეს ჯავშანი, რომ დაძაბული ხარ, რომ ამ შემთხვევაში იძაბები, რომ მე ესეთი თუ არ ვიქნები, მაშინ საკმარისი არა ვარ, ხო? სრულიად გასაწევია ეს, ანუ კუნთოვანი ჯავშანზე მუშაობა, საჭირო ბევრ რაღაცებია გასაკეთებელი, რომ ჩემმა სხეულმა ისევ შინაგანი სიმშვიდე მოიპოვოს, რელაქსაცია მოიპოვოს, თვითმიმღებლობა მოიპოვოს და ამის მერე პარტნიორთან ურთიერთობა სრულიად შემეცვლება. ანუ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, მე ჩემ თავზე ამას ვაკეთებ, რა ინტროექტები წამოღებული მაქვს, ეს იმის ბედი იყო, იმის პროგრამა იყო, მაგრამ ჩემში უნდა გავარჩიო, რა არის ლოიალობა დედის მიმართ და რა არის სიყვარული. ესენი ბავშვს არ ესმის, ანუ ბავშვისთვის უპირობო ლოიალობა სიყვარულია. ამიტომ ბავშვური მსოფლმხედველობიდან გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ იქიდან გამოვიდე და დავინახო, მე მაქვს უფლება, რომ ავტონომიურ გადაწყვეტილება მივიღო, ჩემს საკუთარ შინაგან რესურსებს დაუკავშირდე და დედის წარმოდგენები თუ მისი დაუსრულებელი ოცნებების შემსრულებელი არ უნდა ვიყო. აი ეს სეპარაცია მნიშვნელოვანია, იმიტომ მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ჩემი თავი მყავს, შემიძლია ვიღაცას დაუკავშირდეს, შემიძლია ნამდვილად გავიგო რა არის სიყვარული, რა არის კონექშენი და როცა მიკუთვნადობა მაქვს და მიწეპებული ვარ, ხო? და ჩვენ სტრატეგიებს ვირჩევთ ხოლმე, რანაც მიწეპება არის, ან ხისტ საზღვრებს ვდგავთ. და ხისტის საზღვრებიც არ არის, ასე ვთქვათ, ურთიერთობის წინაპირობა, ჯანსაღი ურთიერთობის წინაპირობა, იმიტომ რომ ისეთი თემაა, რომ სხვითი ვარ დაკავებული. ანუ საზღვრებზე ოღონდ ვინმე არ შემოდის, ჩემ თავთან არ ვარ. ხო, აქაც ესეთი თემა მეორე ექსტრემში ვარდები. ანუ უნდა რაღაცნაირად მივხვდე სად გავავლო საზღვარი, დემარკაცია გავაკეთო, რომ იქით არის დედა, აქეთ ვარ მე, ან იქით არის მამა და აქეთ ვარ მე. და ძირითადად სისტემური განლაგება, როგორც უყურებს, დედის და მამის როლი ორივე მნიშვნელოვანია, მარტო დედა არა. იმიტომ რომ მარტო დედა თუ არის, ის არის აუტანელი. ძალიან დიდი. არა ადამიანი, ანუ ზე ადამიანი და ძალიან ფიგურა, ან მარტო მამა თუ არის, მამის ხატი არის, ანუ ბავშვს ორივე ჭირდება თანაბრად, რომ ადამიანებად აღიქვას. ცოტა მიწაზე ჩამოიტანოს ეს სურათი და ორივე თანაბრად ჭირდება, ეს ნიშნავს, რომ თუ ერთის მიმართ არის უფრო ახლოს, ის პერენტიფიცირება ხდება მისი რა, ანუ ან აქტიური ინტროექტებით, როგორც შენ თქვი, ან პასიური, რომ დედა არის უძლური და მე ახლა დამცველი უნდა ვიყო, დედა უნდა გადავარჩინო, ხო, ეს პასიური პერენტიფიცირება ხდება. ამ შემთხვევაში ხდები თუ ახლო ხარ დედასთან და მის გავლენის ქვეშ ხარ, თუნდაც პასიურად, თუნდაც აქტიურად, ამ შემთხვევაში ხდები მამის საიდუმლო აგენტი. ანუ არაცნობიერი ფუნქციონირებს, რომ გააბალანსოს ეს შენ გჭირდება ბალანსი, რაღაცით უნდა გააბალანსო და არაცნობიერ აგენტში გულისხმობ, რომ შეიძლება შენ სიმპტომი გაგიჩნდეს, ან გასუქდე, ან რაღაცა დეპრესია დაგეწყოს, ან რაღაცა იყოს, ეს პირდაპირ ვერ საკავშირებდა, რომ მამასთან კავშირშია, ხო?
იმიტომ რომ ძირითადად ცხოვრება როგორც არის, როგორ კალაპოტებით არის მოწყობილი, ყველაფერი ემსახურება სიცოცხლის გაგრძელებას და ეს ხდება სიყვარულით და ფორმა არის დედა-მამა შვილი. ბაზისი რაზეც ეს ყველაფერი დგას, ხო? ყველაფერი გავაშიშვლოთ, ხო? რა თქმა უნდა, პრობლემებია, იმიტომ რომ შეიძლება სიყვარული ძალიან ღრმათაა დაფარული და ზედაპირზე პირიქით სხვა რაღაცეები ჩანს, მაგრამ რითიც მართლა ენერგეტიკულად და ყველანაირად არსობრივად დაკავშირებული ვართ, ეს არის სქემა, ხო? მამა უფრო არის წარმომადგენელი, ანუ არქეტიპულადაც და სისტემურ განლაგების კუთხითაც, რომელიც დამოუკიდებლობას ცხოვრებას გაჩვენებს და დედა უფრო სიცოცხლესთან და მზრუნველობასთან, ხო? ამიტომ ორივესთან კავშირი მნიშვნელოვანია. დამოუკიდებლობასთან კავშირი არ გექნება თუ დედა მაგალითად ზრდის მამის საწინააღმდეგო შვილს, შეიძლება პირდაპირ არ იყოს, მაგრამ შინაგანად ამ მესიჯს აძლევდეს, მაშინ შვილი ხდება დედიკოს ბიჭი, მაგალითად თუ ბიჭი ამ შემთხვევაში და ის აგრესიული ხდება. თუ ის აგრესია ნიშნავს რომ მამრობითობას კი არ ნიშნავს, ეს ნიშნავს ზუსტად იმას რომ მამასთან არ აკავშირდება. მამაკაცურობა არ ნიშნავს აგრესიას. ამას აქვს სტაბილურობის თვისება და ამას აქვს ზრუნველობის თვისება, მამაკაცური თვისებები არის, ხო? აი ამასთან კავშირი რომ მე ვიყო დამოუკიდებელი, სტაბილური, მზრუნველი, ეს თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მამიდან მოდის. და სიყვარული, ეს კონტაქტი, ასე ვთქვათ, ინტიმი ასეთი რაღაცები, სხვა კუთხით, რაც უფრო სიცოცხლესთან კავშირშია, ის უფრო ცხოვრებასთან კავშირშია, ან დედიდან და მამიდან მოდის ორივე. რა თქმა უნდა, ეს ჰარმონია ჩვენ თავში გვაქვს მოსანახი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ისტორიაში რაც იყო ეს დამოკიდებულება, იმას ვერ შევცვლით, მაგრამ ჩემ დამოკიდებულებას შევცვლი შინაგანად ამასთან. ანუ მე ჩემ თავს ვაძლევ უფლებას, რომ დედასთან ახლო კი არ ვიყო. და მამასთან შორს კი არ იყო, მე ვაძლევ უფლებას, რომ აქ არჩევანი არ გავაკეთო დედას და მამას შორის. ეს ჩემი უფლებაა. ხო? იმიტომ რომ ერთ-ერთი მეუნება ჩემსკენ წამოდიან, იქითკენ წადის, ტრიანგულაციები არის, ხო? მე მაქვს უფლება, რომ არჩევანი არ გავაკეთო. აი ამას თუ ვიბრუნებ ამ პოზიციაში და თან ასევე მამასთან ურთიერთობა, დედა არ უნდა იყოს ჩარეული. როგორც კი მამას დედა შემოყავს ჩემ და მის ურთიერთობაში, ან დედა ერევა, მე და მისი ურთიერთობა აღარ არის. ან თუ მე დედასთან მაქვს ურთიერთობა და აქ მამაა ჩარეული, ანუ დედა მეუნება რომ მამა რაღაცნაირად გაბრაზებულია იმაზე და შენს დაარდობ ამას, არა, მე და დედის ურთიერთობა უნდა დარჩი, მე და დედის ურთიერთობა. და მათი ურთიერთობაში მე არ ვერევი. მათი ურთიერთობა. და აქ უკვე გამოდიხარ არასწორი როლებიდან, არასწორი დროებიდან და არასწორი თასკებიდან, ასე ვთქვათ, და დგები შენ ადგილზე, სადაც უნდა იდგე. მოგშა ნახეთ, მე რაკს რაც კი რამე კურსი მე პირადად გამიკეთებია, ყოველთვის მაქვს ესეთი, არ ვიცი, რაღაც მოთხოვნა, რომ პირველი კვირა დაეთმოს პატიებას და აქ ხდება პატიება დედას, პატიება მამას. რა და გოგოებს და არა მხოლოდ გოგოებს, ანუ მამაკაცებსაც აქვთ ასეთი მძიმე სურათი უმეტეს შემთხვევაში. რა ხდება, როცა დედა არის დიქტატორი, ანუ განაგებს ბავშვის განსხვავებას დისციპლინას, კარგ სწავლას, არის მანიპულატორი ცოტა, როგორ პირად ურთიერთობებს ირჩევს ასეთი ქალი მოგვიანებით. რა სწავლობს ის დედისგან? ანუ აი მაგალითად დედა იყო ძალიან მომთხოვნი, ძალიან დიქტატორი, ჩემს მიმართ, სწავლის მიმართ, როგორ ხო, ქცევების მიმართ და ასე შემდეგ. ანუ ეხლა უკვე ეს ხო, ყველაფერი ძალიან ბევრი დრო დამჭირდა და დიდ დრო დამჭირდა დასამუშავებლად, მაგრამ თან რაღაცა ლოიალურობა მქონდა მისთვისაც ის, რომ მე მისთვის არ გადამესწრო, მე მასზე უკეთესი კარიერა არ შემექმნა, ან პირადი ურთიერთობები არ შემექმნა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ხა მაყურებელი რომელიც გვიყურებს, ხო და ფიქრობს, რომ კი, დედა ჩემი ძალიან მკაცრი იყო, ძალიან მკაცრად აღმზარდა, დიქტატორი იყო, ფიქრობდა სხვა რას იფიქრებს და მე ბედნიერი კი არ გავიზარდე, მე გავიზარდე იმას დამოკიდებული, აი სხვა რას იტყვის, სხვა რას იფიქრებს, როგორი წარმატებული ვიქნები. აი ესენი როგორ პირად ურთიერთობებს პერსპექტივაში მოგთავაზებ, რასაც შენ საუბრობ, ეს არის იმიტომ ასეთი ხედვა, რასაც ამბობ, არის რომ ახლოდ გახარ დედასთან წარსულში. ეს წარსულის სურათი დედის ახლო არის შენთან. ანუ წარმოვიდგინე შენი შინაგანი ბავშვი მაშინ რო იყო იმ თვალებით უყურებ დედას. დედაც ასაკში შევიდა და შენს გაიზარდა, ხა შემოტრიალდი, მთლიანად შემოტრიალდი და შენს დიდმეს შეხედი, ახლა რო ხარ. ხდები პირიქით პერსეფშენი შემოატრიალე და რამდენი რამეს დაინახავ იქიდან, უიმე თურმე რამდენი რამე გამიკეთებია, რამდენი რამისთვის მიმიღწევია. ეს პერსპექტივა გვაკლია. და ამ დროს დიდი მე ცალკეა თავისთვის თითქოს და
თავის შინაგან ბავშვს, ანუ იმ ბავშვს, რომელსაც დედასთან ეს სურათი ჰქონდა, არ უკეთებს parenting-ს. იმიტომ რომ შინაგანად მე მგონია რომ დედაა ისევ ჩემი მშობელი. ეხლა ნახე რა პერსპექტივას გთავაზობ. თუ მე მგონია რომ ისევ დედაა მშობელი, მაშინ პრეტენზია მაქვს იმასთან და ჩემი დიდი მე, ასე ვთქვათ, ეხლანდელი მე გაჩერებულია და პრეტენზიას ათქმევინებს დედასთან ამ შინაგან დაუკმაყოფილებელ ბავშვს, რომელსაც სხვა რაღაცები უნდოდა და არ მიიღო. ეს პერსპექტივა არც დედას ეხმარება, არც შენ გეხმარება და არც იმ შინაგან ბავშვს არავის არ ეხმარება. ანუ რაც არის გასაკეთებელი, დედამ მოდი გაწიე სურათი, რამდენი რამე გაგიკეთა აქ რო დგახარ. დედის პატიება კი არ არის. მადლიერება, რომ ამდენი რამე გაგიკეთა. როცა მე პატიებაზე მივდივარ, ჩემ თავს მაღლა ვაყენებ დედას. ხო? ავიღოთ ISO ჯვარზე რო ეუბნება ღმერთს, ხო, არ ეუბნება რომ უბრალოდ ხო არ იძახის რომ მე თქვენ გპატიობთ. ანუ ღმერთს ეუბნება რომ აპატიე, ამიტომ არ იციან რას აკეთებს. თავის თავს ამათთან თანასწორად აყენებს. თანასწორად აყენებს. არავიზე მეტი არაა. მხოლოდ მაშინ არის სიყვარული შესაძლებელი, როცა შენ თანაბრად აყენებ ვიღას. თანაბრობა თუ დარღვეულია, სიყვარული შეუძლებელია. მე კი არ უნდა ვაპატიო, მე შემიძლია მხოლოდ პატიება ვითხოვ. დედას შეუძლია პატიება ითხოვს, მე შემიძლია პატიება ვითხოვ, ყველა შეუძლია პატიება, მაგრამ აპატიო ესე თემა რომ მე მაღლა ვდგები ვიღაცას. ხო? ამიტომ რაც გასაკეთებელია მანდ არის ის რომ მე შევხედო დედას და ის რომ წარმოვიდგინო რა დღეში იყო რეალურად, სასაცილო გახდება ის რომ რას თხოვდი საერთოდ. შეუძლებელ რაღაცას თხოვდი. ეს პრეტენზიები არის შეუძლებელი, იმიტომ იმან რაც შეეძლო ის გააკეთა, ეს იყო მაქსიმუმი. რაც იცოდა, რაც გამოუვიდა, რაც არ გამოუვიდა და ეხლა მე უნდა ვთქვა რომ მადლობა, აი სხვა პერსპექტივიდან, რაც შენ გააკეთე ჩემთვის, დარჩა რაღაცები გასაკეთებელი აშკარად და ამას აწი მე მივხედავ. აი აქ იწყებ self parenting-ს. და როგორც კი self parenting იწყება, ანუ უკვე ხვდები რომ გარეთა თვალი აღარ არის მნიშვნელოვანი და ბავშვად პარტნიორსაც აღარ შეხედავ. და უკვე შენ თავს აძლევ იმას, რაც შენ დაგაკვდა შენი საბაზისო მოთხოვნები რაც იყო ბავშვობაში. და ამას როცა იწყებ ნელ-ნელა, მხოლოდ მაშინ გებადება ემპათია დედის მიმართ. იმიტომ რომ ხვდები რა რთული ყოფილა და იმასაც არ გაუკეთებია ეს. ანუ სინამდვილეში იმ პოზიციიდან რას ვიძახი, იქ სადაც დგახარ, იქიდან ვერაფერს ვერ გაიგებ. გინა აპატიე, გინა გაუბრაზდი, სულ ამ ჩარტში იქნები ამბივალენტურად. ამიტომ იქ პერსპექტივას უნდა ნაბიჯი გადმოდგა სხვაგან წამოხნა. შენი თავისკენ, შენ დიდი მესკენ წამოიყვანო შინაგანი პატერნული სტრუქტურა, ანუ აწმყოში შენის პატერნული სტრუქტურასაც შინაგანი ბავშვი დავარქვით ამ შემთხვევაში, ცხოვრობს წარსულის სურათით. და ის უნდა შემოატრიალო შენსკენ და შენ უნდა უთხრა რომ მე გავაკეთებ იმას, რაც დედისგან დამაკვდა. აქ იწყება ზრდა და სხვა შემთხვევაში მე არ მინდა რომ გავიზარდო, მინდა რომ სხვაგვრის როლში ვიყო, რატომ? იმიტომ რომ ლეგიტიმაცია მაქვს იმაზე რომ აგრესიული ვიყო, უკმაყოფილო ვიყო. და ეგოს ძალიან უხარია. და რასაც მე ახლა ვამბობ, ეს ან საერთოდ არა ეგოს პროცესი. ანუ ჩემ თავთან მოსვლა, საერთოდ არ არის ეგოს პროცესი, ჩემ თავთან მოსვლა ნიშნავს ჩემს რასაც თვითობას ეძახის იუნგი, ხო, ჩემ ანუ ნამდვილმესთან დაკავშირებას. ანუ ეს სულ სხვა პროცესი. ამიტომ იქ იმ ზონაში, სადაც ვარ, დედას გაბრაზებული, რომ იმ ზონაში პრობლემა არ გადაეჭირო პრობლემის ზონაში. პრობლემის ზონიდან გამოსვლა არის საჭირო დავინახოთ რეალურად მთლიანი სურათი. და რა, ხო, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ანუ მე გპატიობ, ანუ შენზე მაღლადობა, მე შენ გპატიობ, ანუ შენზე ძალიან საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, გამორიცხულია, ხო, გამორიცხული. და აი რა ხდება, როდესაც უკვე მე ვათვიცნობიერებ ამ ყველაფერს, ვიზრდები, უკვე ბრაზი აღარ მაქვს დედის მიმართ, როგორ იცვლება ჩემი პარტნიორული ურთიერთობები მაგალითად. რა მოაქვს იმის გათვიცნობიერებას, დამუშავებას პარტნიორულ ურთიერთობებთან? ხშირად არის ხომ ძალიან ისეთი სურათი მიყვარს ეს ვიზუალური წარმოდგენა, იმიტომ უფრო გასაგები ხდება, ხო, განლაგებაც ეგ თემა არის, აი ზემოდან უყურებ, მოდი ანუ კონფიგურაციას ვაკეთებთ, სიმულაციას ვაკეთებთ იმისი, რაც ჩემ თავში ხდება, რომ მოდი ამას შევხედოთ ამას ვიზუალურად. წარმოვიდგინე, შენ დგახარ რაც ეხლა მოახსენეთ აი შინაგანი ბავშვის თემა, ამ ბავშვთან ერთად, რომელსაც უკვე parenting-ს უკეთებ, აი თქო შენ ზრუნავ შენ თავზე, ანუ შენ საკუთარ თავზე, საკუთარ თავის მიღებლობას იწყებ.
თუ ამას იწყებ პარტნიორშიც ეს ტრიგერდება. ანუ შენ თუ შენი თავის მიღებას იწყებ იმისთვისაც ესეთი რაღაცა ხდება, კეთილგანწყობა შემოდის, რომ მეც მაქვს ასე ვთქვათ უფლება, რომ ჩემი თავი მივიღო. და შენ თუ არ ღებულობ საკუთარ თავს, მაშინ რა პროექციაში შედიხარ? გონია, რომ იმის პრობლემებზე პასუხისგებელი ხარ, იმის პრეტენზიებზე და იმაზე თუ იზრუნებ, მერე ის შენს პრეტენზიებზე იზრუნებს, ხო? რაღაც ესეთი ჩახლართულებები გამოდის, ხო? ანუ მოკლედ რო ვთქვათ, აზე მგონია, რომ იმის დეფიციტებზე მე ვარ პასუხისგებელი, ან ჩემს ესე ვთქვათ, დეფიციტებზე ისაა პასუხისგებელი. ეს არის თამაში, რაც პარტნიორულ ურთიერთობაში ტოქსიკური არის, ხო? და როდესაც მე ვიძახი, რომ მე მაქვს ჩემი რაღაცა დაუმუშავებელი თემები, მაგრამ ეს ყველაზე ახლოა ჩემთან, მაგრამ მინდა რომ უბრალოდ იცოდე ამ სურათით. ეს ვარ მე, ასეთი ვარ, ასეთ რაღაცები ხდება. აი ეს პერსპექტივა ზუსტად გარკვეულ დისტანციას აკეთებს ჩემ და იმ მას შორის, რომ ჩახლართულობები არ იყოს და იგივე ისე ხო რაღაც ისტორიების მომენტ, იგივე ხდება მასთან. უბრალოდ სურათი რო დავინახოთ, რა ზოგჯერ ვეუბნები ხო, მე როგორ ხედავ შენი დიდი მე, როგორ ხედავს პარტნიორის შინაგან ბავშვს. აქვს თუ არა კონტაქტი. ან როგორ ხედავს შენი დიდი მე თვითონ დიდ პარტნიორს. ანუ აქ რა დინამიკა გაქვს. ან როგორ ხედავს შენი შინაგანი ბავშვი დიდ პარტნიორს. ან როგორ ხედავს შენი შინაგან ბავშვი იმის შინაგან ბავშვს. ან ის დიდი როგორ ხედავს შენ ბავშვს, მიღება აქვს თუ არა, თუ რას უყურებს, ან ის დიდი როგორ ხედავს შენ დიდ მეს, ან შენ როგორი ურთიერთობა გაქვს შენ შინაგან ბავშვთან, ან მას როგორი ურთიერთობა. იმდენი ჩახლართულობა ამოდის, ხომ ეგრევე ხვდები სათხარ საერთოდ რა. ამიტომ მნიშვნელოვანი ეს პოზიცია გასაგებია, რომ მე აქ ვარ ჩემი რაღაცებთან, ჩემი რაღაცების მიღებასთან, შენ იქ ხარ შენი რაღაცების მიღებასთან, მაგრამ ორივე ვიცნობთ ერთმანეთს. მაგრამ ამაზე პასუხისგებელი შენ არ ხარ, მეც არ ვარ იმაზე პასუხისგებელი, რაც ჩემ ბავშვობაში იყო. კი. ზუსტად დაახლოებით 1 თვის წინ გქონდა ესეთი პროგრამა პარტნიორული ურთიერთობები და იქ იყო დაახლოებით 3 გოგო, რომელმაც თქვა, რომ აი ბოლო 5 წელია საერთოდ პარტნიორულ ურთიერთობებს ვერ ვიწყებთ. ანუ ის კი არა, რომ არ გვინდა, უბრალოდ ვერ ვიწყებთ. აი რა ტრიგერი შეიძლება გქონდეთ მათ, ან რა არის ამის გამომწვევი მიზეზი, რის გამოც ისინი პარტნიორულ ურთიერთობებში ვერ შედიან. შეიძლება აქ სისტემური განლაგება მათ დაიხმაროთ, პასუხი მისცეთ. კი, რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. ჯერ ერთი ის, რომ პარტნიორული ურთიერთობა არ არის კრიტერიუმი, რომ მე ესე უნდა ვიცხოვრო. თუ ეს კრიტერიუმი ხდება, ანუ მე ლუზერი ვარ თუ მარტო ვარ, ეგ უკვე არასწორია. მაშინ ყველაფრის ფასად ამას ვაკეთებ, იქნება არ მინდა და მაინც უნდა გავაკეთო, ხო? ანუ ეს მიზანი ეს არ არის. ეს ძალიან კარგია თუ ხდება, მე გაზიარება მეძლევა, მხარდაჭერა მეძლევა აქ და ავიც ჩემ თავთან ურთიერთობის საშუალებას, მაგრამ შიში იმისია, რომ მე არ დავიკარგები, კონტროლს დავკარგა ურთიერთობაში. და ასე ვაკონტროლებ. ხო, ეს არის ხისტის საზღვრები. ანუ რაღაცისთვის ვჭირდება. ეს რო ხისტის საზღვრები მქონდეს. იმიტომ როგორც კი შევდივარ პარტნიორულ ურთიერთობაში, ვიკარგები. კონტროლს ვკარგავ, ჩემი თავს აღარ ვეკუთვნი და სინამდვილეში პარტნიორი ამ შემთხვევაში არის სარკე. ანუ მე მარტო კი არ ვარ ჩემ თავთან აქ რო პარტნიორულ ურთიერთობაში არ შევდივ, არა. ვიმალები უბრალოდ, ხო? ანუ ეს მარტო ყოფნას ეძახიან, ეხლა ხშირად ნახსენები მგონი რომელიღაც პოდკასტში, ბერლინში არის ეგეთი გვერდი, სინგლების გვერდი, იცი თუ არა, სადაც ასე კი სინგლები, ასე თქვა სინგლს, თავის პროფილებს დებენ და თავის ცხოვრებას ხსნიან. ანუ მე ესეთი სინგლი ვარ, ესეთი და დანარჩენებს ტაშს უკრავ. ანუ გაცნობის პლატფორმა კი არა, სინგლების პლატფორმა. ანუ ურთიერთობის დეფიციტი აქვს, ხო? და ის იქიდან ვერ გამოდიან. ანუ რა მაგარი სინგლი ხარ, ტაშო და რასი გჭირდება თუ მარტო ხარ, იყავი შენთვის, ხო? ანუ ბუნებრივი მოთხოვნილებაა ეს, რომ კონტაქტი გქონდეს. უკვე აქამდე მივიდა, ხო, დღევანდელი, ასე ვთქვათ, რეალობა, რომ ადამიანებს უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთ ბევრი მიზეზზე დიდი თემა არის. ზოგადად, მაგრამ ეხლა კონკრეტულად რო აღო რა ხდება მაგ დროს ფსიქიკაში არის ის, რომ მე თუ შემიძლია ჩემ თავთან ვიყო და პარტნიორულ ურთიერთობაშიც ვიყო, მაშინ ეს ძალიან კარგი არის. და თუ არ შემიძლია ჩემ თავთან რო ვიყო პარტნიორულ ურთიერთობაში, ვერ ვიქნები. ანუ ჩემ თავთან ურთიერთობა არის კრიტერიუმი, უნდა დავიწყო რაღაცნაირად, რისი მეშინია. რა არის ჩემი შიშები? აი ამაზე მუშაობა უნდა დავიწყო და მერე შესაძლებელი ხდება პარტნიორულ ურთიერთობა. ანუ მე თუ უბრალოდ ჩაკეტილი ვარ, არაფერს არ ვაკეთებ, აფი არ გამოდის. ანუ ეს არის უბრალოდ პატერნი, თავდაცვის პატერნი, რომ გავიხსნა მეტკინება. და ზრდასრულობა ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა გეტკინება. და რა თქმა უნდა გაგიხარდება. ამ ორივეს ვერ გაექცევი. მაგრამ მაშინ, როცა ბავშვობაში რაღაცა ხდებოდა, შეიძლება დიდობაში მე ურთიერთობაში რეტრაუმატიზაცია მოხდენ ბავშვობის და ჩავარდი ისევ იქ,
ის გადარჩენის სტრატეგია ლეგიტიმური იყო, ხო, რაღაცნა ჩაკეტილი უნდა ყოფილიყავი ჩემ და ეს გადაგერჩინა შენი თავი, მაგრამ ეხლა ეს სტრატეგია რამდენად გეხმარება, შენ რჩები ისე ბავშვურ მოუჩი. ანუ ბავშვურ მოუჩი ეს ნიშნავს იმას, რომ არ მინდა მეტკინოს და აღარც გიხარი. ორივე ერთად მოდის, ხო? თუ არ გინდა გეტკინოს, აღარც გიხარ. ანუ შენ თუ შენ თავთან ისეთი სივრცე გაქვს, რომ ეს გარედან იმპულსები თუნდაც ტკივილის და თუნდაც სიხარული განადგურებს, ან გაკარგინებს საკუთარ თავს, მაშინ ვერ შეძლებ ამას და ამიტომაც იკეტებ. და თუ შენ ისე ხარ, რომ არც ეს ტკივილი არ განადგურებს და არც ეს სიხარულში თავი არ გაკარგვინებს და რაღაცა შენი შინაგანი სივრცე გაქვს. ხო, შიდა წყალი ხარ, ასე თქვათ რა, გურჯიევს კონდა ეგეთი მეტაფორა, რომ დინარე რო არ წარმოიდგენა, შიდა წყალი თუ ხარ, გადიხარ ბოლოში, იმიტომ რომ დინარე მიდის ოკეანამდე, ხო? და თუ გარეთ წყალი ხარ, სადღაც შეეჩეხები, აქეთ ნაპირს, იქით ნაპირს, ესე ვცხოვრობ, ზედაპირულად ვცხოვრობ. და თუ საკუთარ თავში შიდა წყალი ვარ, ჩემ თავთან შინაგანად ურთიერთობა მაქვს, უფრო მეტად მაშინ ეს რაღაცები არ მანადგურებს, ეს რაღაცები არ მეხება, უფრო დენადი ვარ. და არა მაქვს ხისტის აზრები, რომ მეშინოდეს რომ მეტკინოს. ანუ ამას ვერ გავექცევით საკუთარ თავზე მუშაობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული ურთიერთობებისთვის. კი. სულ თავიდან ახლა კიდე რომ წავიდეთ და უფრო კავშირი დაინახონ ოჯახსა და ჩვენ შორის, აი რა კანონზომიერებები მართავს ოჯახს და რა ხდება, როდესაც ეს კანონზომიერებები ირღვევა, გასაგები რომ გახდეს უფრო. ნუ ბევრი კანონზომიერებებია, ერთ-ერთი არის მაგალითად იერარქიის კანონზომიერება, არის ბალანსის კანონზომიერება და მიკუთვნადობის კანონზომიერება. ანუ ყველა წევრი ეკუთვნის ოჯახს. თუ აქედან ვინმე გამორიცხულია, რაღაცის გამო რაც არ უნდა იყოს, რომელიღაც თაობაში ვიღაცა ამას ჩაანაცვლებს. ანუ სისტემა ისე არაცნობიერად მოქმედებს, რომ მას არ აინტერესებს, ასე ვთქვათ, შენ მორალურად რას ფიქრობ ამაზე, ხო? ანუ იესოსაც ხო თქვა, მაგიზო იესო რომ მოიყვანოთ, რომ გიყვარდეთ მტერი შენი, ანუ რას იძახის, რომ არ აინტერესებს სიყვარულს, ვინ არის მსხვერპლი და ვინ ამოძალადე. ხელა დისტანციდან უყურებს, რომ ზედაპირზე რჩება ეს მსხვერპლი და მოძალადი, რაღაცა სივრცე, რაც ორივე საერთიანებს. ანუ ოჯახშიც იგივე დინამიკა, ამას არ აინტერესებს, შენ ვიღაცა რო გამორიცხე. ამიტომ ამას პრიორიტეტს აძლევს, ვინც იერარქიულად, ბუნებრივად, ქრონოლოგიურად მანამდე იყო და შემდეგზე გადადის ეს ტვირთი. შემდეგ თაობაზე, ხო, ქართული გამონათქვამი სხვა ბაბუა ნაჭამმა, მტყემალმა, შვილიშვილის კბილი მოჭრა. ხო, საი, შვილიშვილი რატო არ ეგე ძალიან საინტერესო თემაა, ეგე ხშირად მაქვს ნახსენები და არა შვილი. შვილი იმკის ძირითადად შედეგს პირდაპირ. ანუ მამა ბაბუა, მისი მამა თუ ცივი იყო რაღაცის გამო, ომი გადაიტანა მაგალითად და აღარ ყვება ამ ისტორიებს, იმდენად ტკივა, შვილს გონია რომ მამა ცივია. შვილი გზნობს ბაბუა შინაგან ტკივის და შეიძლება პანიკური შეტევები ქონდეს. იმიტომ ეს რასაც არ გამოხატავდა, ის იწყებს ამის გამოხატვას, ანუ ის ასრულებს თემას, ხო? და ესეთი ლოიალობები, ისეთი არაცნობიერ შრეზე და ისეთ სიღრმისეულად, რომ ძალიან ხშირად განლაგებას პირდაპირ ჩანს, ხო? ხელმოსაკიდი ხდება, ხო? ამიტომ ეს გავლენას რო ახდენს, ეს ნიშნავს იერარქია, ამ ეს შვილიშვილმა რაც უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში, როცა აცნობიერებს ამ პროცესს, უნდა გამოვიდეს ამ როლიდან, ამ ლოიალობის როლიდან. ეს ტვირთი ისევ ბაბუას დაუბრუნოს, ასე ვთქვათ. და თავის მისცეს თავის თავს უფლება, რომ თავის ცხოვრებით იცხოვროს. და ზუსტად ეს არის სინამდვილეში, რაც ამ სისტემას კორნავს და არა ის, რომ ის ბაბუას მიმართ ლოიალური. ეს არის არაცნობიერი დინამიკა და არის ასევე ცნობიერი დინამიკა, ხო? და განლაგება რასაც ჩვენებს, როგორ გარდაუქმნათ, ასე ვთქვათ, არაცნობიერი ჩახერგილობები, გაჭედილობები, კვანძები, როგორ გარდაიქმნას, ასე ვთქვათ, ჰარმონიაში და სიყვარულში. და ამას ბერთელინგერი ეძახდა სულის მოძრაობას, რომელიც ძალიან ნელია. ანუ ეს არ არის ჩქარი პროცესი, მოდი ხა ეს გავაკეთეს. თავის დრო ჭირდება, მაგრამ მიმართულება ყოველთვის ჰარმონიისკენ და სიყვარულისკენ მიდის. ანუ ეს ბუნებრივი მიმართულება და გაჩერებული ეს მიმართულება, როცა რაღაცა არის გაჭედილი. თვითონ არის ძალიან პასიურად. ჩვენ უნდა დავძრათ, ასე ვთქვათ, რომ მან დაიწყოს მოძრაობა. ეს ელოდება სანამ ვიღაცა თავის თავზე ამას არ აიღებს, რომ მოდი ხა დავიწყო საკუთარ თავზე მუშაობა, არ მინდა ეს ტვირთები თავის თავზე აღება, აი ლოიალობიდან გამოსვლა, მანამდე ეს სისტემა სულ ვიღაცა გადაცემს ვიღაცას და ესე მიდის. ანუ იერარქია ერთი თემა არის, მიკუთვნადობა მეორე, ვინც ეკუთვნის იმას ჩაანაცვლებს ვიღაცა და მესამე ბალანსი. აღება მიცემის ბალანსი. თუ ვიღაცამ ზედმეტი მისცა
ვიღაცამ ნაკლები მიიღო, ეს დისბალანსი მოქმედებს, ეს რეზონირებს თელ სისტემას. ეს ფუნდამენტებია. არის დახმარების კანონზომიერებებიც, არის სიყვარულის კანონზომიერებები, ბევრი კანონზომიერებები, ანუ ეს ძალიან დიდი თემებია, რო გავშალოთ. ოკეი. ძალიან ჩვენი მშობლების თაობაში მაგალითად ძალიან ისეთი იყო აბორტი, ხო? შეიძლება თითქმის ყოველ მეორე ქალბატონს ჰქონდეს აბორტი გაკეთებული, ან ოჯახის რომელიმე წევრი ომში იყოს დაკარგული, შესაძლოა მას ოჯახით შეექმნა სადღაც სხვაგან, ან უბრალოდ გამორიცხულია ოჯახიდან, ხო? ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში ჩემზე როგორ აისახება ეს ყველაფერი მაგალითად, ან ჩვენ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? აი ჯერ აბორტით რო დავიწყოთ, შემდეგ ომში დაკარგული ან უგზოკლოთ და ეგეთი кейსი იყო ბლოგიც მაქვს მაგაზე და ჩემს რეალურ ცხოვრებაშიც მოხდა ერთ-ერთ განლაგების დროს, აი ანალოგიური სიტუაცია, როცა 5 აბორტი ქონდა დედას გაკეთებული და შვილს ქონდა, რომელიც ცოცხალი იყო, ანუ იმ შვილს ქონდა 5 დაავადება. და გამოვიყვანეთ ეს 5-ვე, ანუ განლაგების სცენაზე 5-ვე მოკლული შვილი, იმიტომ რომ აბორტი ნიშნავს მკვლელობას. უბრალოდ გერმანულად არის Schwangerschafts Abbruch და Abtreibung, ხო განსხვავება, თუ მანამდე ხდება, მანამდე არ ითვლება ეს აბორტად, აი მერე არის უკვე და არის მკვლელობა. და ის შვილი, რომელიც ნააბორტალია, ასე ვთქვათ, ხო, სისტემის წევრია. და დედა მაგაზე დარდობს, ან თლიანად აიგნორებს, ხო, წინა თაობებში ბებიებს 40, 50, 70 აბორტები ქონიათ გაკეთებული, ეგეთი кейსებიც არის, საერთოდ ისე უყურებ. რა სიწევს ეს სისტემაში, რო ვერც კი არ ცნობიერებენ რამხელა რაღაცას. ანუ მომხილ რაღაცას ანადგურებს რა ასე თქვათ და ამისი აღიარებაა პირველი და ძალიან მტკივნეულია ამის თქმა, იმიტომ რომ გამოვიყვანოთ 5-ვე და დედა და მამა დავაყენეთ, ანუ რეპრეზენტატორები, რომლებიც აი ამ 5-ვესთან ახლო უნდა მისულიყვნენ, რეპრეზენტატორები ფიზიკურად ცუდად გახდნენ. ნუ ამ სცენისთვის წარმოვიდგინე, ხა შობელში რა ხდება, ხო, იმას გამოხატავს უბრალოდ რეპრეზენტატორი და ის ხდება ცუდად ამ სცენაზე, ხო? და სანამ არ მივიდნენ იმ წერეში, სადაც ესენი იდგნენ და შიგნით არ შევიდნენ, აქ იყო ეს პატიებას ითხოვდნენ მშობლები. შვილებს არ აქვთ არანაირი განკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ მოკლულები არიან, აღიარება მთავარი. ანუ იქიდან მოდის თუ აღიარებ, მე შენ მოკალი, ეს უკვე აღიარებას ნიშნავს. თუ არ არის აღიარებული, მაშინ აწუხებს ეს სისტემაში გადადის, ეს დაარდათ მიდის ხო იქით. და გავლენას ახდენს ცოცხალ ადამიანს, ცოცხალ შვილზე. ძალიან დიდ გავლენას ყურადღება იქით მიდის, ხო? რაღაცნაირად. და ისიც როგორც დედმამიშვილები, ესე არის ასაღიარებელი, ასე ვთქვათ. და ამ აღიარების მერე, ანუ როგორი აღიარება დაახლოებით რო თქვა, რომ მე უნდა ყოფილიყავი ან შენ სიცოცხლეზე იყო და მე ჩემი თავი აბრჩიე. და პატიებას გთხოვ. იმიტომ სხვანაირად მე ვერ გავძლებდი, ვერ გაგზდიდი რა. ანუ გულწრფელი აღიარება, ის რაც იყო ფაქტი, სახელი დავარქვეთ ამასაც არის. მკვლელობა, ხო? და აი ამის მერე სისტემაში იცვლება დინამიკა. ეს შეუძლია ნებისმიერ დედას გააკეთოს, რომ მარტო იყოს რიტუალად თავის თავთან ან რაღაცნაირად, რომ შინაგანად ეს სიმშვიდე წამოვიდეს, ეს სიყვარულის ისო დენადობა ქონდეს. ანუ სისტემის წევრი არის, მიკუთვნადობა და გავლენას ახდენს ნააბორტალი შვილიც. და რა თქმა უნდა, ვიღაცა თუ მოკვეთილია ან ასე ვთქვათ, განდევნილია ან რაღაცნაირად ან არ არის მიღებული, ყველაფერი გავლენას ახდენს. ანუ სისტემა ესეთი თემა, ერთ ადგილზე წარმოვიდგინე ობობის ქსელი. სადღაც იმ ქსელზე რაღაცა რო დავარდეს, მთელი ქსელი რეზონირებს, ხო? ანუ ისე არა რომ მარტო იმ ლოკალურ ადგილს ეხებოდეს, ანუ რაღაცა რო ხდება სისტემაში ტრანსგენერაციულად, ეს რეზონირებს, იმიტომ რომ აი ბმები არის და ერთმანეთთან ის კავშირები არის, მორფოგენეტიკური კავშირებია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაცნობიერებდეთ, რომ ესე არა ცალ-ცალკე კუნძულები არ ვართ. კი, მაგრამ მაქვს შეგრძნება, რომ ზოგჯერ ეს არათანაბრად ნაწილდება ოჯახში. ანუ ხშირად ხდება ისე, რომ ერთ შვილს უფრო მძიმე ბედი აქვს, ვიდრე მეორე შვილს. მართლა ასია ეს თუ არა და აი რატო ხდება ესე? ანუ პრაქტიკიდან გამომდინარე თუ შეგიძლია რომ თქვა ან კი, შეიძლება ერთ შვილს მაგალითად ბიჭს კონდეს აღებული რაღაცა ნარკოტიკებთან ან ალკოჰოლთან, იმიტომ რომ მამასაც ეს იყო და მისი და პირიქით ამაზე ზრუნავდეს, რომ ჩემი ძმა რატო ეს ლოიალობიდან გამომდინარე, ანუ ის უფრო ლოიალურია სისტემის მიმართ, უფრო მოწყვლადია სისტემის მიმართ. და თავის თავზე უფრო მეტს იღებს. ანუ თავის თავზე მეტის აღება უწევს ამ ლოიალობიდან. და ეს არ არის ისევ იძახის, ეს არ არის სიყვარული. ეს არის უპირობო ლოიალობა, უპირობო ბავშვური ლოიალობა. თუ ბავშვს აქ უპირობო რას ნიშნავს? აი მე გავნადგურდები, ოღონდ შენ გადარჩე.
ჩემი ბრალია. ანუ დედას და მამას არ აბრალებს. ის ვერ წარმოიდგენს დედას თერაპია ჭირდება და აზრზე მოსვლა ჭირდება, ასე თქვათ, ან მამას, ან იმისთვის თვითონ არის დამნაშავე, იმიტომ რომ თავის სამყაროს ცენტრი გონია. ანუ ბავშვური ხედვა აქვს, ჩემს გამოხდება ყველაფერი, დედმამა რო ჩხუბობენ, ჩემს გამოხდება ეს და მე უნდა გადავარჩინო ეს ურთიერთობა, რამდენს ვიღებ საკუთარ თავზე, ხო, აქედან გამომდინარე ხდება ეს რაღაცები. მე წეღან სანამ შემოვიდოდით, აქ თქვი კიდევაც, რომ 28 წლის ასაკში, ანუ 28 წლის ვიყავი და ცხოვრების არც ერთი სფერო არ მქონდა დალაგებული თქო, მათ შორის არც პირადი ურთიერთობები, არც კარიერა, უნივერსიტეტიც კი დავიწყებდი და ვერ ვასრულებდი ბოლომდე. წეღან თქვი, ბოლო გამოცდაშიც კი ვერ ვაბარებდი ბოლო გამოცდას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული და რაღაც და აი ხა რომ საუბრობთ, კიდევ უფრო მივხვდით, რომ აი უპირობო ლოიალობა მქონდა დედის მიმართ. და მე თვითონ ამუშავე მაგ სისტემურ განლაგებაზე, ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მაგალითად, გამოცდა ჩამოსვლიდან 2 კვირაში ჩავაბარე მე გამოცდა, ისე რომ არც კი მომზადებულ ვარ, ისე რომ ანუ ამეყვანა რეპეტიტორი და მე თქვა რომ აი ეხა უფრო კარგად ვისწავლე და იმის გამო ჩავაბარე, 2 კვირაში ჩავაბარე, შემდეგ დავიწყე პიროვნულ განვითარებაზე მუშაობა და შეიძლება ამაც გავლენა იქონია, რადიკალურად სხვა სამსახურიდან ბავშვთა გასართობი ცენტრიდან მოხვდი ბიზნეს სფეროში, 5ჯერ მეტი გაზრდილი ხელფასით მაგალითად და ამიტომ იყო ისიც, რომ გადავწყვიტე, უნდა დამიფუძნებინა მერაკი და ის გზა, რაც მე გავიარე, რაც ვნახე, რომ ადამიანებს როგორმე ვანახო გზა. პოდკასტის იდეაც რა იყო, რომ ეს იყო, რომ აი არსებობს მაგალითად ესეთი სისტემა, შეგიძლიათ იმუშაოთ, ან არსებობს აი ესეთი ფსიქოლოგი, რომელთა ჩემი მიზანია, რომ ადამიანებს დავანახო გზა, როგორ გამოვიდნენ ამ ჩაკეტილი წრიდან და ამის გამო გავაკეთე იდეაში ხო მერაკიც და ამის გამო გავაკეთე პოდკასტით, მაგრამ აი როდესაც სისტემურ განალაგებაზე მუშაობს მშობელი, აი შვილთან რა ხდება ამ შემთხვევაში, როგორ აისახება ეს შვილზე, თუ შვილი არ მუშაობს, უბრალოდ მშობელმა იმუშავა სისტემურ განლაგებით. ხო, ნუ საკუთარ თავზე თუ მუშაობს სისტემურ განლაგებას, ერთ-ერთი ესეთი მეთოდია. კი. რა თქმა უნდა, შვილისთვის რაც მესიჯის მიდის, დედა იწყებს საკუთარი თავის მიღებას. და მესიჯია რომ მეც ესე იგი მიღებული ვარ, მე შემიძლია ესეთი ვიყო, როგორიც ვარ. ანუ პირველი ხდება, ხო დედა საკუთარ თავზე რომ მუშაობს, თავის ტვირთს თვითონ იღებს, თავის რაღაცებს თვითონ აგვარებს, ანუ უკანტოვებს თუ რაც არის და შვილისთვის ეს ძალიან კარგი არის. ანუ ის ტვირთი აღარ გადადის მასზე და ეს არ უნდა გაიგოს დედამ ისე რომ უიმე ახლა მე ჩემ ტვირთი არა, ჩემ შვილს ტვირთი არ ავკიდო, მაშინ ის მალავს ამას და შვილს ანტენები აქვს ასე თქვა და გზნობს დედის ტკივილს და იმის მიმართ ლოიალური ხდება. ანუ აქ ტყვილი არ ფუნქციონირებს. მე დედის როლში არ უნდა ვიყო შვილთან. იგივე როგორც პარტნიორთან წეღავ თქვი, დედამ უნდა შვილს დაანახოს თავის შინაგანი ბავშვი. და უნდა გააგებინოს ამას თვითონ აპასუხისგებელი. და მაგას თუ აკეთებს სისტემური განლაგებით თუ რაღაც მეთოდებით, მაშინ შვილისთვის მესიჯი მოდის, რომ დედა იწყებს თავის მიღებას. როგორიც არის, ისეც მაჩვენებს, ანუ მარტო როლი დედა, სოციალური როლი არ არის საკმარისი ურთიერთობისთვის. ხდება, ანუ ადამიანი ხარ პირველ რიგში, ისიც ადამიანია პირველ რიგში და მთლიანად როლი არის მეორე. მოდი ამ როლებში ვართ, ხა შენ შვილი ხარ, მე დედა, მაგრამ ჩვენი როლებია. მაგრამ ამის მიღმაც გვაქვს ჩვენ რაღაცა, მეც ადამიანი ვარ, შენც ადამიანი ხარ, ხო? და ამიტომ მნიშვნელოვანია ასე ვთქვათ, ამის გაცნობიერება, რამხელა არა მარტო ჩემ თავზე მუშაობა, არამედ სისტემაზეც პარადოქსი არის, საკუთარ თავზე მუშაობა სისტემას კურნავს. ხო? ეს გონია, რომ რაღაცა უნდა გავაკეთო ამ სისტემის გავაჯანსაღო სისტემა და არასწორი დამოკიდებულება შეიძლება, აი ძალიან არასწორი გავიგო, რომ ტვირთები ავიღო ჩემ თავზე, ესე თუ გავიგე ძალიან ცუდი არის. ესე ვაკეთებთ კიდევაც ისედაც. ანუ მე ვიწყებ საკუთარ თავზე მუშაობას, ეს ნიშნავს ჩვენ ხომ გადამულებელ სისტემის წევრები ვართ და აქედან გამომდინარე ერთი ნაწილი, ანუ მე თუ ვიწყებ საკუთარ თავზე ჰილინგის პროცესს, ვინკურნები, ესე იგი ამ სისტემას რაღაცა ისეთი კარგი გაუკეთებიო, რომ შესაძლებელია, რომ ვიღაცამ გააკეთოს. ნუ აი ეს არის გაჯანსაღების წინაპირობა, ანუ მე ჩემ თავზე ვზრუნავ, სწორ დამოკიდებულებებში შევდივარ, აქედან გამოვდივარ ამ მსხვერპლის როლი და წარსულის სურათებიდან და ეს არის ყველას რაც ეხმარება. ზუსტად ჩემ კითხვას დავუბრუნდე, დედა თუ ამას აკეთებს, რა თქმა უნდა, შვილისთვის საუკეთესო არის. ან დედის მიღებლობა საკუთარი თავის. და ხშირად პირიქით არის ხოლმე, რომ არ დავანახო შვილს, არ ვატკინო, ამ პირიქით მოდი შევტენო. რასაც მე პარტნიორობთ ეს ვაკეთებ. ანუ ბავშვობა აღარ აქვს ხოლმე შვილებს, ხო? ანუ უკვე რაღაც პროგრამა აქვს, ან დედაზე მზრუნავენ, ან რაღაც პერფექციონიზმში არიან გადავარდნილები ამ პროგრამიდან გამომდინარე, ხო? ანუ დედა ვერაცნობიერებს, რომ მას თავის თავთან აქვს ესენი შვილი არაფერ შუაშია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამის უკან რადგას კეთილი განზრახვები, რაც არის ყველაზე დამღუპელი. კეთილი განზრახვებით ხდება ომები.
ანუ კეთილი გაზრახვა არის ძალიან სახიფათო რაღაცა. კი. მაშინ აი სად თავდება ოჯახის გავლენა და იწყება უკვე ჩემი პირადი პასუხისმგებლობა. როდესაც გადავწყვიტავ მე რომ აღარ მინდა ამ წარსულის სურათებით ცხოვრება. ჩემ გადაწყვეტილებაზე, როდესაც გადავწყვიტავ, მაშინ იწყება ზრდა. თუ არ გადავწყვიტავ 80 წლისაც რო იყო, მე უბრალოდ დავბერდი. ანუ არ გავზრდილ ვარ რა. ეს გადაწყვეტილება როცა მოვა, ანუ ბუნებრივად თუ ვითარდებით, საკმაოდ ადრე მოდის. მაგრამ ბუნებრივად ვინ არის განვითარებული დღევანდელ საზოგადოებაში, რა ვიცი, შეუძლებელია ეგ. ბუნებრივად თუ ვითარდები, რაღაცა ეს 20 წლამდე ასაკის მიღწევა უკვე ნიშნავს, რომ მე თვითრეფლექსია უნარი უნდა მქონდეს. ბუნებრივად თუ როდის დავიწყე მე თვითრეფლექსია, ხო აი მაქედან დაიწყო ჩემი ზრდა და რატომ? მაგალითად ძალიან ბავშვობაში პირველი რაც არის ადამიანს გადარჩენის, ასე ვთქვათ, მხოლოდ მთელი ფოკუსი აქვს თავის გადარჩენას, ვერც კი აცნობი რომ მშობლები არიან იქ, ხო? ეს არის ფობიები, შიშები. სულ ბავშვობაში ფობიები და შიშები მაქვს. მე რა ვაცნობიერებ რომ მოდი ახლა ამაზე ძლიერი ვარ რაღაცეები შემილია, უკვე ბრაზი ვითარდება, ხო? შემდეგ ეტაპს ბრაზი გამოდის. ამის შემდეგ ეტაპზე, ბრაზის შემდეგ ეტაპზე ვითარდება სიბოროტე. ანუ იმიტომ რომ არ გამდის ყოველთვის ეს ბრაზი და რაღაც მოდი გავიცინებ და ისე გავაკეთებ, ხო? ხო რომ დავაკვირდეთ პოლიტიკოსებს, ან შეიძლება გაბრაზებული სულ არ იყოს ესე იცინოდეს და ამ დროს ხელი ქონდეს მოწერილი ადამიანის მკვლელობაზე. ხო, ეს არის იმ ფაზას ჩამოყალიბებული, ბავშვობის ფაზას ჩამოყალიბებული. ასე თქვა სიბოროტე, როცა ადამიანს რაღაცას დაუზიანებ, მაგრამ ემოციას არ გამოხატავს. სინამდვილეში ემოცია ბრაზისა, რისკვის არის, ოღონდ ეს უკვე სიბოროტის სახით არის, რა შურის ძიების სახით და ასე. ამის მერე ვითარდება სოციალური მხარე. ანუ თუ ვითარდება ბუნებრივად სოციალური, ანუ მე ხვდები რომ სხვა ადამიანის მნიშვნელოვანია, ის როგორ შემაფასებს, მე როგორ შევაფასებ, ასე ვთქვათ. მერე სადღაც ვითარდება კოგნიტური უნარებიც, ხო? დაახლოებით რა ესე ვთქვათ, რაღაცა ინტელექტი, უკვე აზროვნება, ესეთი რაღაცები. რომ მივყვეთ ესეთი, რა თქმა უნდა, ესე ჩამოწერილად არ არის, შეიძლება ადრე რაღაც დაიწყოს, მაგრამ დაახლოებით ეს ქრონოლოგიაში ესე. და აი ამის მერე ვითარდება თვითრეფლექსია. როცა ვიწყებ იმის გაცნობიერებას, რომ ოკეი, ჩემში სიბოროტეც არის, ჩემში შიშებიც არის, ჩემში რისხვაც არის, ჩემში სოციალური მხარეც არის, ჩემში ინტელექტიც არის და რომელს უფრო ვერგები, რომელია ჩემი გადარჩენის და რომელ სიტუაციაში რას შევხედე და რატო. და ამათი ბალანსი მნიშვნელოვანია, ყველაფერი მნიშვნელოვანია აქ ხო რაღაცნაირად. ეს უკვე ნიშნავს ზრდასრულობას. და ურთიერთობაშიც როცა მივდივარ და რაღაცაზე ავინთები და ამ გამოვხატავ რაღაც თვითრეფლექსია ნიშნავს, ოკეი, ეს ჩემი ბავშვობის რემაინდერი არის, ასე ვთქვათ, რომ იქიდან წამომყვა, ხო? ამას თუ ახერხებ, მაშინ გადავარჩენ ურთიერთობას და თუ პარტნიორიც ახერხებს, მაშინ გადავარჩენ ურთიერთობას. თუ არა და მაშინ მხოლოდ პატერნებით მოვდივართ, რაც დესტრუქციული გვექნება ან ტოქსიკური ურთიერთობა, ან დავანგრევთ ურთიერთობას, ხო? ხო, ანუ ცალმხრივი, მაგალითად თუ ოჯახში არის პრობლემა და მხოლოდ ერთი წყვილი მოდის, ანუ ქალი მუშაობს ან კაცი მუშაობს, ამ შემთხვევაში სისტემურ განლაგებას არ შეუძლია, ოჯახის გადარჩენა შეუძლებელია. თუ მხოლოდ ერთი მუშაობს ოჯახში. ერთი შეიძლება მაგალითი იყოს მეორესთვის, ან შეიძლება პირიქით უფრო მეტი სიცხადე გამოავლინოს იმაში, რომ ეს არ ფუნქციონირებს. ხო, ეს ადამიანებზე დამოკიდებული. და ძალიან ხშირად არის ხომ ახლა საქართველოში ძირითადად მაინც უფრო თვითგანვითარების პროცესებით უფრო ქალები არიან აქტიურად ჩართული, 90% ალბათ 10%-ზე, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება მეტია ნაკლებია. რაც მაგალითად დასავლურ კულტურაში უფრო სხვანაირად ავიტყოდი 70-30-ზე მაინც არის, შეიძლება მეტიც, ან რაღაც დაახლოებით. უფრო მეტი სიმამაცი აქვთ იქ. ანუ კაცებსაც იმ გაგებით რომ ხვდებიან რომ რაღაცები დასამუშავებელია. ჩვენთან ჯერჯერობით ეს თემა ახალი, მაგრამ რისკი იმაშია რომ მარტო რომ ერთი ვითარდება, ანუ თქო ვითარდება, ეს ვეძახი იმას რომ საკუთარ თავზე მუშაობს და მეორე არა, აქ დისტანცია მეტი რჩება. მეტი დისტანცია ჩნდება და ეს შეიძლება იყოს დაცილების მიზეზი ან პირიქით დაახლოების მიზეზი, მაგრამ უბრალოდ ეს მეორეზე არის დამოკიდებული, რამდენად ის ამას წამოყვება, თუ რამდენად უფრო გაიწელება. სიცხადე შემოაქვს ამას მე. ძალიან ვისურვებდი, რომ ორივე იყოს და მეტი ჩართულობა იყოს, ანუ ორივე სქესიდან. მაგალითად, ქალთა ემანციპაციის ჯგუფები რო არის, მე ადრე ვიყავი ინდოეთში, ოშოს კომუნაში 90-იან წლებში, მაშინ მახსოვს, რომ იქ იყო კაცების ემანციპაციის ჯგუფი სტარდებოდა და ქალების ემანციპაციის ჯგუფი პარალელურად გადიოდა და ბოლო დღეს ერთმანეთთან იკვეთებოდნენ და უკვე ერთად რაღაცა ფართი ჰქონდათ, საჭმელს აკეთებდნენ, ერთობოდნენ, მაგრამ მანამდე კონტაქტს უფლება არ ჰქონდათ. ანუ ორივე სჭირდება გათავისუფლება.
ეს გაცნობიერებულობა ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსისთვის. ანუ სამხრივია რომ მარტო ქალებში ხდება რაღაც პოლიტიკურ манипуляციურ სტრატეგიებია აქაც ამის უკან მარტო ეს თუ ხდება, ამიტომ მამაკაცებსაც ზუსტად თანაბრად ჭირდება პარტნიორ ურთიერთობაში და ეს თანაბრობა თუ არის, მაშინ თვითრეფლექსიაში თუ მივდივარ მე და შენს თუ მიდიხარ თვითრეფლექსიაში ძალიან კონსტრუქტიული იქნება ურთიერთობა. ძალიან ხშირად, არ ვიცი ახლა რამდენად მართლა ესეა, თუმცა ამბობენ, რომ მამაკაცი ხშირად ეძებს დედის მსგავს ფიგურას გაუთვითცნობიერებლად და რამდენად რეალურია ეს და რატომ ეძებს მამაკაცი დედის მსგავს ფიგურას? იგივე ხდება ქალშიც, მამიკოს გოგო. და რამდენად ჯანსაღია? დედიკოს ბიჭი. არანაირად არ არის ჯანსაღი, რა თქმა უნდა. არანაირად არ არის ჯანსაღი, და სანამ მამიკოს გოგო ხარ, მანამდე მამაკაცებს ცუდად ექცევ. ანუ მამა არის იდეალი და იმას ადარებ ყველას და ამათ ზემოდან უყურებ. ეს ერთ-ერთი გამოვლინება, ბევრი გამოვლინება აქვს, ხო? და სანამ დედიკოს ბიჭი ხარ, მანამდე პარტნიორთან ურთიერთობა არ გექნება. ანუ დედას თუ უფრო უჯერებ, ვიდრე მეუღლეს, მაშინ მამაკაცი არ ხარ ჯერ. ანუ ეს ნიშნავს, რომ შენი აწმყოს ოჯახი პრიორიტიზირებული უნდა იყოს. და არა წარმომავლობითი ოჯახი. ის მიუხედავად იმისა, რომ წარმომავლობითია პატივს უნდა ცემდე, რა თქმა უნდა, სწორი დამოკიდებულება ეს არის, მაგრამ განსაზღვრელი შენთვის უნდა იყოს შენი აწმყოს ცხოვრება, აწმყოს ოჯახი. და ხშირად არის ხომ ესეთ კულტურებში, როგორც არის საქართველოს ტრადიციულ კულტურებში, რომ პირიქით ესე იგი დედას წინ აყენებენ, რაც გამანადგურებელია ურთიერთობებისთვის. ხო, ეს ჩარევები, ასე თქვა და ჩვენთან ზოგადად საზღვრის თემა, საერთოდ არც ესმით ადამიანებს წესიერად არ გვესმის აქ, რომ რაღაცა არსებობს საზღვარი და ძალიან ჩარევები ხდება, ძალიან გადმოსვლა ხდება საზღვრებთან და დარღვეულია ჯანსაღი ეგოიზმის, ჯანსაღი თვითგამოხატვას და ჯანსაღი საზღვრებიც ამის გამო, ხო? რაც შეიძლება პირიქით ხდებოდეს გერმანიაში მაგალითად, ხო, იქ პირიქით უფრო ხისტად აქვს ეს საზღვრები, არც ის არის გამოსავალი. ანუ არ ჯობია ეს ამას. ნუ მე არ ვიცი კულტურა სადაც ეს ოპტიმალურად იყოს, ყველა კულტურას რაღაც თავისი, ასე თქვა, გადაჭარბება აქვს რაღაცაში. ინდივიდუალიზმის გაპეტიშება, რაც უფრო მეტ დეპრესიებს და იზოლაციას იწვევს, არ არიან უკეთეს მდგომარეობაში, ჩვენთან რაღაც საყრდენი მაინც გაქვს ადამიანების, მაგრამ სამაგეროდ ინდივიდუალურ თერაპიაზე უფრო მიდიან ადამიანები, ვიდრე ჯგუფურზე, და ჯგუფში გახსნა გვეშინა ყველა ჩვენ ცხოვრებაში ერევა და ეს სივრცე არ მაქვს პირადი და აქ მაინც მექნება პირადი სივრცე, ანუ სხვადასხვა კონდიციებია, ხო? აი მე მაგალითად ეხა ჯგუფური და ინდივიდუალური ახსენებ, პირიქით ინდივიდუალურზე უფრო შემიშინდა, იმიტომ რომ ვიფიქრე, იქ უნდა გავიხსნა თავიდან ბოლომდე და ჯგუფურზე იქ ვიღაცისას მოვისმენ, რაღაცას წამოვიღებ, რაღაცა და ჯგუფური უფრო გამიადვილდა და მეც ესე დავიწყე ჯგუფურით, დავიწყე ზოგადად საკუთარ თავზე მუშაობა. ძალიან უცნაურია. კი ბატონო, იმიტომ რომ ადამიანები, ვინცაც ინდივიდუალურები მიაჩნიათ, რომ უფრო დაეხმარებათ, ფაქტიურად ძალიან უჭირთ სხვა ადამიანებთან გახსნა. აჰა, ხო, მართალია, სწორია. კი, ნახე, როდესაც ადამიანი ხედავს საკუთარ დინამიკას, რა იცვლება მასში, აი ესეთი ნათელი, ან საკუთარი გამოცდილებით кейსიდან, რომ მოგვიყო ერთი მაგალითი მაგალითად დაინახა რაღაც მისი დინამიკა და შეცვალა პარტნიორული ურთიერთობები მაგალითად. ხო, ანუ დროის ეკონომიას აკეთებ. რასაც შეიძლება დაჭირებოდა 7 წელი, შეიძლება 1 წელიწადში მოახერხო ეს. სისტემურ განლაგებას ნუ კვლევებიც რო აქვს გაკეთებული, თვითონ განლაგება თუ გააკეთე, სადღაც 2 წელი ჭირდება იმას, რომ მანდ მოხვდე, რაც შეიძლება განლაგებაში გამომჟღავნდეს. ანუ ეს ახალი სინაფსური გადაკვეთები, ნეირონული კავშირები, დაახლოებით ეს დრო ჭირდება. და ზოგადად ცხოვრება შეიძლება 2 წელი კი არა 10 წელი არ იყოს, ან საერთოდ არ მოხდეს. ანუ ძალიან დიდი ბენეფიტი აქვს დროის ეკონომიაში. ანუ ერთი და იგივე სპირალზე აღარ მიდამ ცხადად დაინახე მთელი ეს დინამიკა. ხშირად ვამბობ ხოლმე ინდივიდუალურ სესიებზეც და ჯგუფშიც, რომ რაღაცა კუნძულს რო დაინახავ, ეს არ ნიშნავს, რომ კუნძულზე ხარ, მაგრამ ნიშნავს, რომ უკვე იქით მიდიხარ. რაც არ უნდა შორი იყოს, ანუ მობილიზაციას უკეთებ შენ დროს, ენერგია, შენი ტემპით, მაგრამ უკვე მიმართულება გაქვს. ხო, აი ამას გაძლევს, მიმართულებას გაძლევს იქით. ხედვა გაქვს რა, აღქმა გაქვს რაღაცის. და როცა ვერ ხედავ კუნძულს, ანუ როცა არა გაქვს რაღაცის აღქმა, არის საით მიმართულება არა გაქვს, ხო, აქ ჩრდილოეთ სამხრეთ თუ საით უნდა წახვიდე. ამაში ძალიან დიდი დრო მიდის. ამ სპირალში, ასე ვთქვათ. როგორც კი გამოჩნდება რაღაც აღქმა, რაც ციცხადე შემოაქვს, ხო, უკვე ეს არ ნიშნავს, რომ იქ ვარ, მაგრამ უკვე დაიწყო იქითკენ მოძრაობა. და ეს რაც არის ეს კუნძული, ასე ვთქვათ, რაც არის საკუთარ თავთან უკეთესი კავშირი, ამ გაცნობიერება, რომ ამ ტვირთებს ატარებდი და საერთოდ არ გესაჭიროება, ანუ იგივეა, რომ აი სათამაშოთი რო თამაშობდი, ახლა მე რო გითხრა, მოდი აბა ამიხსენი რატო აღარ თამაშობ, ხო, ამას აბსურდია, ხო, ახსნაც კი აღარ ჭირდება.
იმიტომ რომ რო დამიწყო ახსნა, შეიძლება ვერც კი ახსნა, ხო? რატოა ეს მიზეზი, მაგრამ არ სჭირდება ახსნა. აი როგორც ეს სათამაშო ესე ვარდება რაღაცეები და ეს ტვირთი გიმსუბუქდება რა. შეიძლება თუ არა სისტემური განლაგება ერთ-ერთი, ანუ ინდივიდუალურად ჩაატარო, შესაძლებელი არ ჭირდება ჯგუფი და ამ შემთხვევაში ვინ არიან პრეზენტატორები, ან როგორ ხო, ხდება? ეს ძირითადად ხდება ხოლმე ნიადაგის ღუზებით, ანუ სიმბოლოებით, ნიადაგზე შეიძლება თაბახის ფურცელი იყოს, შეიძლება იყოს რაღაცა თექის მატერიის რაღაცა, რაზეც დგება რეპრეზენტატორი, რომელიც წარმოადგენს რაღაც ასპექტს. ანუ კონფიგურაცია ხდება ესეთი, მოდი ეს სისტემურად შევხედოთ აი ამ სივრცეში, სად დააყენებდი დედას, ან მამას, ან ჩემ შინაგან შიშებს, ან რა ვიცი, ჩემს რესურსს, ნებისმიერ რამე რაც არის თემატური, ხო? აი ჩემს საკითხთან მიმართებაში ამის ასპექტებს დავაყენებ და სათითაოდ უწევს კლიენტს ამ შემთხვევაში ამ სხვადასხვა პოზიციებში დგომა, რომ სხვადასხვა პერსპექტივებიდან დაინახოს რაღაცები და როცა ჩვენი სომატიკაა ჩართული, უფრო მეტი ინფორმაციას ვიღებთ, ვიდრე როცა ჩვენ ამაზე ვფიქრობთ. იმიტომ რომ როცა ვფიქრობთ, არა გვაქვს ვიზუალიზაცია და ინტუიცია სჭირდება ვიზუალიზაცია. როდესაც ვიზუალიზაცია გვაქვს, აქ შემოდის სიცხადე. და აქ უკვე არის აღქმა იმისი, რომ შეიძლება ამ მთლიანი სისტემის, მთლიანი ასე ვთქვათ, კონტექსტში დავინახო თემა. ეხლა გვისმენს ვიღაც და დაინახა მისი თავი, რომ კი ეს მჭირდება ზუსტად მე იმისთვის რომ გამოვიდე ჩაკეტილი წრიდან და გადავიდე ცხოვრების ახალ ეტაპზე და მისთვის რომ გასაგები იყოს, ანუ როგორ ხდება მუშაობა, როგორ მუშაობთ ჯგუფში სისტემურ განლაგებაზე, ეს მოკლედ რო აგვიწერო. ანუ როცა ჯგუფური არის მუშაობა, აქ თვითონ რეპრეზენტატორები გამოდიან, ანუ ჯგუფის წევრები წარმოადგენენ ჩემი ოჯახის წევრებს, ანუ ამ შემთხვევაში კლიენტის ოჯახის წევრებს, ან არა მარტო ოჯახის წევრებს, შინაგან სტრუქტურებს, ხო, რო ახსნე შინაგანი ბავშვი ან რაღაც ნებისმიერ რაღაცას და რეპრეზენტატორის ფენომენი არის ზუსტად ის, რაც სისტემურ განლაგებას აქვს უნიკალურად. ეს არ არის კი სცენური არის, მაგრამ ეს არ არის ფსიქოდრამა. ანუ აქ არ ვთამაშობთ ამ როლებს, დრამა არ იდგმება. რეპრეზენტაცია ნიშნავს თვითონ ავატარი ხტები იმ როლის. და უცნაური ისაა, როდესაც ამ სისტემაში შედიხარ, ეს დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ კომპიუტერულ ენაზე რო ვთქვათ, ხო? აი cloud-ი რო არის, ხო, cloud-ზე ხო არის მეხსიერების storage-ი არის, cloud-ი, ვიღაცის სისტემის მეხსიერების storage-ში შედიხარ და თითქოს იქიდან ღებულობ ინფორმაციას. ან როგორც კი შედიხარ, ეს ემოციები, განცდები გეუფლება, რაც ქონდა იმ ოჯახის წევრის წარმომადგენელს. და შეიძლება საერთოდ არ იყოს შენი. ანუ გარკვეულ light trance-ის მდგომარეობაა, ასე ნიშნავს ცხადად ხარ, ყველაფერს ხედავ, აღიქვა, მაგრამ სადღაც თითქოს რაღაცა ნაწილი შენი სხვა ფრეკვენციებზე არის და მიმღებლობა აქვს ამ ინფორმაციის. და ეს ინფორმაცია არის ემოციური, სომატური, შეიძლება ფიზიკურად გზნობდე რაღაცებს და ხშირად არის ხოლმე ესეთ რაღაცები უთქვიათ რეპრეზენტატორებს, რომ ამ ხელი მტკივა, ამ ხარი მტკივა, რაღაცა მტკივა, რომ მერე უთქვია კლიენტს, ხო აი იქ კოჭლი იყო ბაბუა ჩემი ან რაღაც მხრისის ქონდა, აი ეგეთ დონეზეც კი ხდება, ანუ ასეთი აღქმები, ხო, ანუ რეპრეზენტატორის ფენომენი ეგაა, რომ ამაზე კვლევებიც აქვს ჩატარებული, ერთ-ერთი იყო პეტერ შლოტერი, ეს ემპირიული კვლევა აქვს ჩატარებული. ბოშის კომპანიამ ჩაატარა ორგანიზაციული განლაგებების კვლევა, ამიტომ ეს თემა ორგანიზაციული განლაგებებიც არსებობს და ძალიან დიდი თემა მას ცალკე შეიძლება დრო მიუძღვნათ და რამოდენიმე ათასი ადამიანი გამოიყვანეს აი ამ როლებში, ასე ვთქვათ, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ და აბსოლუტურად ყველა ერთი და იგივეს იძახის. ანუ იმ პოზიციიდან, იმ პერსპექტივიდან, იმ აღქმიდან. რა თქმა უნდა, თავის სიტყვებით, თავის ლინგვისტიკით დაახლოებით ერთ და იგივე აზრს და დამოკიდებულებას გამოხატავდნენ, ხო? და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ეს კვლევა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ესე იგი ეს არ არის მარტო ჩემი ბაიასი, ანუ ჩემი განპირობება და მე რაღაც ინტერპრეტაციას ვაკეთებ, ხო? განსხვავება არის ინტერპრეტაციას და აღქმას შორის და ზუსტად ეს განლაგების თემა არის აღქმა სულ სხვა რაღაცაა და ინტერპრეტაცია არის შეიძლება როცა ვფიქრობ ამაზე და ვარაუდობ რაღაცას და როცა ვდგები როლში იქ მაქვს აღქმა ესე იგი სომატური იყოს შეიძლება იყოს უფრო ემოციური და ასე შემდეგ ანუ ეს სეტინგი არის ერთი ინდივიდუალურზე ეს არ გვაქვს ინდივიდუალურზე ხდება ნიადაგის ღუზებით რაც NLP-შიც გამოიყენებოდა რობერტ დილსი იყო ამის პოპულარიზატორი ასე ვთქვათ არის კიდე ერთი მეთოდი ბოლო დროს ვახსენებ ხოლმე არ არის საქართველოში მაგრამ არის გერმანიაში ევა მადელუნგი იყო ასე ვთქვათ ბავშვების კლინიკური თერაპევტი რომელიც სისტემურ განლაგებითაც მუშაობდა ნეიროიმაგინატორული გეშტალტი ქვია ამას NIG ანუ NLP ხო არის ნეიროლინგვისტური პროგრამირება ეს არის ნეიროიმაგინატორული გეშტალტი თორე ევა მადელუნგი იძახის რომ არაცნობიერთან ლინგვისტიკას ვერ დააკავშირებ მას არ ესმის ლინგვისტიკის ენა არაცნობიერს სჭირდება ვიზუალიზაცია, ამიტომ იმაგინატორული და ფორმირება და არა პროგრამირება გეშტალტი.
უფრო ღრმად ჩადის. ისიც მუშაობდა ნიადაგის ღუზებით, თუმცა ნიადაგის ღუზას უკვე წინასწარ დატვირთვას აძლევდი, რომ შენ კრეატიულად გამოხატავდი ამ შენს ასპექტს. მაგალითად რაღაც თემა არის, პრობლემაა და ამას ხატავდი. გამოხატავდი, ანუ შენი თვითგამოხატვა აქ შეიძლება სიმბოლო დახატო ან რაღაცა გააკეთო და მე ამაზე დგები როგორც უკვე რესურსი, ან როგორც ბარიერი და უკვე სხვა შეგრძნებენ და სხვა ინფორმაცია, კიდევ უფრო მეძგებულობ, რამდენად ეს რეალურად რესურსია თუ რამდენად ეს ბარიერია თუ რა. და ფაქტიურად ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა ამისი, ასე ვთქვათ, NIG-ის პოპულარიზაციაც, არა მარტო NLP-ს, იმიტომ რომ NLP-ს თავისებური კოგნიტური შეზღუდულობა აქვს, რაც უნდა კარგი იყოს, არაცნობიერთან ისე ღრმად ვერ კავშირდება. საკუთარი თავიდან გამომდინარე, ახლა შეიძლება ადამიანი გვიყურებს, რომელიც დეპრესიაშია და მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ არის. აქვს თუ არა უფლება საერთოდ სისტემური განლაგება ჩაატაროს და დაიხმარება თუ არა მას ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში? უმეტეს შემთხვევაში არა, იმიტომ რომ როცა კლინიკური შემთხვევა და წამლები არის, მაშინ მას კლინიკური თერაპია ჭირდება, სისტემურ განლაგებას სტაბილური ფსიქიური მდგომარეობა ესაჭიროება, თუმცა კლინიკებშიც არის ხოლმე უფრო ლაითი ფორმებით და ეს ძალიან დამხმარე, მაგრამ მას კარგი ცოდნა უნდა და ინდივიდუალურიც არის. ან მე თუ ინდივიდუალურად ვიცი რომ ამ ადამიანს რა დაეხმარება, რა არა შემიძლია ვთქვათ წამლებს აძღებულობდეს, მაგრამ მაინც დავრთონება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არა. მაგრამ ბენეფიტური არის ყველა ვარიანტში, ასე ვთქვათ, მედიტაციები მაგალითად ბენეფიტური არის. აი წამლების გადაგდებას კი არ გულისხმობ, ეს დარჩეს როგორც არის, მაგრამ მოდი გადმოიტანე ჩვევებით კი არ, იგივე ჩვევები არ დატოვო და წამლებზე იჯდი, არამედ წამლებიც იყოს იქ, მაგრამ ჩვევები შეცვალე. მოდი ცოტათი მეტად ყოველდღიურობაში რაღაცა უფრო მედიტაცია გააკეთე, უფრო თვითგამოხატვა გააკეთე. ეს პარალელურად ეხმარება, მაგრამ განლაგება ცოტა ესეც საკითხია, რომ რადგან ჯგუფური თემაა, ცოტა ეს საკითხია, რომ დელიკატურად უნდა მივიდგე, მით უმეტეს თუ არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობაა, ხო? და თუ ეს დამალა და მოვიდა თქვენთან ამ შემთხვევაში, რა ხო შეიძლება პანიკური შეტევები დაიწყოს, ან იყოს და მე ყოფილი ეგეთი кейსიც და უთქვია მე და არ ვიცოდით, ანუ რა თქმა უნდა წინასწარ ხელს აწერ ამას და დასრული ადამიანი ხარ და პასუხისგებელი ხარ იმაზე, რომ ხელს აწერ იმაზე, რომ მე ამას არ ვღებულობ წამლებს და ასე ვთქვათ, ეგ არის რასაც ჩვენ ვიჯერებთ, აბა რა ვქნათ, ხო? კი. მოგშა დასასრულისკენ მივდივართ უკვე და ერთი რჩევა, ვინც გვისმენს ახლა გვიყურებს, აი რას მისცემ, არ აქვს საერთოდ, არ იცის საიდან დაიწყოს, აი რა რჩევას მისცემდი ესეთ ადამიანს? მაქსიმალურად რა მეთოდიც არ უნდა იყოს, თერაპიული იქნება ეს თუ ხელოვნებასთან კავშირი, ნებისმიერ რამე რაც აწყვოსთან გაკავშირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრება ხდება აწყვოში. და რაც უფრო მეტად აწყვოში ვიხსენებ საკუთარ თავს, რომ აწყვოში ეს ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ ეხლა რომ დავფიქრდე მე, აი აქ და ახლა ზუსტად აი ამ მომენტში არის თუ არა პრობლემა და გადავამოწმოთ. და ძალიან ხშირად აღმოაჩინე, რომ აქ და ახლა ამ მომენტში არ არის პრობლემა. ეს ჩვევა არის, რომელიც ყოველთვის პრობლემასთან მაკავშირებს. და ნელ-ნელა ამის გაცნობიერება მიგვიყვანს იქამდე, რომ რაღაც საკითხები, რომელსაც კიდე მეტი ჭირდება, ხო და იქ ეს გამოკვლევა იქნება, მე შეიძლება მეტი თვითგამოხატვა მჭირდება. ან რაღაცა თერაპიული მუშაობა მჭირდება, მაგრამ დაწყება შეიძლება ამით, რომ უბრალოდ საკუთარ თავს დაუშვათ კითხვა, აქ და ახლა რომ ვარ, აქ არის ამ მომენტში საერთოდ პრობლემა. თუ რატო არ ვდუნდები, რატო არ შემიძლია რომ კარგად ვიყო, რატო არის სულ რაღაცა ან წარსულზე დარდი ან შფოთი მომავალზე, ხო, ან სულ ესეთი პენდელუმში რო ვარ და ძალიან ხშირად უბრალოდ გავჩერდეთ, უბრალოდ რაღაც თვითრეფლექსიას წავიდე და თქვათ აი ზუსტად ძალიან გულსფრულად გულზე ხელის დადებით რა ხდება აქ და ახლა ჩემს სხეულში, ჩემს ემოციებში, ჩემს გონებაში. ეს ძალიან კარგი დასაწყისი იქნება. როგორ შევქმნა ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობა? პირველი ნაბიჯი რა უნდა გავაკეთო? პარტნიორულ ჯანსაღ ურთიერთობას ვერ შევქმნი, მე შემიძლია ჯანსაღი გარემო შევქმნა საკუთარ თავს, რომელიც წინაპირობა იქნება პარტნიორული ურთიერთობისთვის. ჯანსაღი პარტნიორული და ურთიერთობისთვის. ჯანსაღ გარემოში რას გულისხმობ? სადაც გარკვეული არის საერთო სივრცე და ინდივიდუალური სივრცეები და ესენი ერთმანეთში არიდება. იმიტომ შეიძლება მე ძალიან რომანტიულად მეგონოს, რომ ყველაფერი ერთად გავაკეთო და აბსოლუტურად ტოქსიკურია, იმიტომ რომ სივრცე და ეს თავისუფლება სიყვარულზე მაღლა დგას. ანუ სიყვარული არის უკვე ადამიანთან ურთიერთობა, თავისუფლება არის პირველი. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი. ანუ სიყვარულს და თავისუფლებას შორის, ანუ მე ჩემი პირადი სივრცე რომ მაქვს, სადაც მე რასაც მინდა ვაკეთებ
ჩემებურად გას არ ნიშნავს მარტო ოთახს, სადაც უბრალოდ ვზივარ, ხო, ანუ ჩემი დაკავებულობა, ჰობი იქნება, მეგობრები იქნება თუ რაც იქნება, აქ რამდენად პარტნიორის იკვეთება თუ არ იკვეთება, მე ჩემი სამყარო უნდა მქონდეს. პარტნიორსაც იგივე და ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ იმაზე, ძალიან ღია ლაპარაკი უნდა იყოს და კომუნიკაცია უნდა იყოს იმაზე, რას ვაკეთებთ ერთად. და ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ძალიან ბევრი ეს ჯანსაღი მომენტი. ანუ ერთად ძალიან ბევრ ამას ვაკეთებ და ამას არ უყურებ. თითქოს რაც არ არის იმ დეფიციტებს უგვაქვს აქცენტი და ესეც არ არის სწორი. ანუ იმასაც შევხედოთ და დავაფასოთ ისიც, რომ რაღაცებს ერთად ვაკეთებთ, გამოგვდის ძალიან კარგი არის, ხო? აი ეს ბალანსი, ანუ სხვა პოდკასტშიც მაქვს ნათქვამი ხალილ ჯიბრანის მაგალით მეტაფორას უმოყავს ხოლმე მაგალითად, ხო, რომ წინასწარმეტყველში რო არის ბრძენი რო საუბრობს ქალბატონთან ურთიერთობის თემაზე, ეუბნება ესეთ რაღაც თუ ორი სვეტი ძალიან ახლო ერთმანეთთან, სახურავი ჩამოვარდება, თუ ორი სვეტი ძალიან შორს ერთმანეთთან, სახურავი ჩამოვარდება და გარკვეული მანძილი ჭირდება სახურავის სიმყარეს. აი ზუსტად ეს გარკვეული მანძილი არის, რაც არის ურთიერთობისთვის, ანუ ჯანსაღი ურთიერთობის პრერეკვიზიტი, იმიტომ რომ გარკვეულ მანძილზე მე შემთლიანად ხედავ. შორს რომ მიდივარ პროექციებში ვარ, ახლო რომ მოდივარ დეტალებში ვიკარგები. ხო, ანუ ეს ზუსტად ეს მანძილი არის ის, როცა მე თამაშები დავამთავრე, აღარ ვთამაშობ. აი აქ, ანუ არ უნდა ვითამაშო, იყო გულწრფელი. ძალიან დიდი მადლობა მოგჩა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო 1 საათი გქონდა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არ გვეყო, მაგრამ უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. მე კი მომდენო ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით.